ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ჩემი გამომწერის საჩუქარი, ძალიან კარგი რაღაცაა, ძალიან მომეწონა მართლა. ესიც თქვენ გამომიგზავნა მიკროფონი, ვინც გამომიგზავნა ინგლისიდან მიკროფონი რო გამომიგზავნა, გემახსოვრებათ ეგ ვიდეოც, ავლაბარში ვცხოვრობდი მაშინ, მაგ ადამიანმა გამომიგზავნა ეს მიკროფონიც. მაინც სადამ ანახი ვეწუცხავს რაღაც მაინტერესებს. მოკითხვა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცაა მართლა. ბიჭო, ეს YouTube ვირიბას გიქრა შერა, ვინ მოგცა мотиваცია რომ გადაგეღო, კი არ ვიცი. ძალიან კარგი კითხვა, ან რომელი YouTuber-ისგან, ან რომელი ადამიანისგან. ეგ არ შეიძლება რომ არიცოთ. კაი, ხა ვაჩვენებ ხალხს და მაგაზეც ვისაუბროთ. ეს არის კამერა და მაგიტომ ძალიან კარგი რაღაც, ძალიან ბევრჯერ მაქვს მაგაზინას. ექსისიდან გიცნო, მაგრამ არ მახსოვდა რა ვქნა. კაი, გეტყვი ერთ წამ. ესეთი კამერაა, რომელსაც მოყვება ძალიან ბევრი რაღაც, ცალკე დამატებითი ელემენტიც მოყვება. ორი ცალი ეს ელემენტები იტენება, ასევე მოყვა 64 გიგაბაიტიანი მეხსიერების ჩიპი. ესე იგი, თავიდან ეს რო გავხსენი, სამსახურში მომიტანა, წარმოიდგინეთ, რამდენად დასაფასებელია. ბიჭი უცხოეთშია, რამოდენიმე დღით, არ ვიცი ახლა ზუსტად რამდენი ხნით ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ჩამოდის საქართველოში დაახლოებით 1-2 კვირით და ჩემთვისაც მოიცალა, რომ დაპირებული საჩუქარი გამოეგზავნა, მითხრა ამაზე, რომ კამერა მაქვსო და საქართველოში რო ჩამოვალ, აუცილებლად გაჩუქებოდა. გუშინ გავტესეთ ეს წყალში და მაგარია წყალში. სამსახურში მომაკითხა, მომიტანა და რო შევედი გავხსენი, იმდენი რაღაცა იყო, დავირიე, მთელი დღე სამსახურში ამას იმაშვებოდი რა, ვათვალიერებდი და ნელ-ნელა გავუგენ. აპლიკაციაც აქვს, ტელეფონზე უკავშირდება ინტერნეტით. და ტელეფონიდან ხედავ როგორ იღებს კამერა და ასევე ტელეფონიდანვე ტვირთავ ვიდეოს გალერეაში. მეხსიერების ჩიპის გადატანა ტელეფონში არ გიწევს, ვიდეოების ჩამოტვირთვა მაქედან არ გიწევს, პირდაპირ აპლიკაციიდან კამერა რა ვიდეოსაც გადაიღებ კამერით, აპლიკაციაში გადადის და იმაშვება, რა ქვია. იქედანვე ტვირთავ. ძალიან კარგია მართლა და ძალიან გამომადგება. ეს გახსენიეთ ზღვაზეც ამ ზაფხულში. გუშინ გავტესეთ წყალში და ძალიან კარგად იღებს, რომ იცოდეთ მეგობრებო წყალში. ეს არის წყალში. ეს არის დამცავი თვითონ, რომ წყალი არ შევიდეს. თორე ისე იღება ეს კამერაც და თავისი ისინი მოყვება რა ამას კიდე აქ შურუპი. ეს არის წყალში რო გადაიღო ვიდეო მაგის. აქ შურუპი და როცა დაგჭირდება მაგალითად ხარაგერ ჩაოლებრივ იღებ რა, ეხლა ჩვენ როგორც ვიღებთ ვიდეოს. ამას დავუმაგრებ იმას, შტატივს ხო იმაგრებ. თუ გინდა დადგავ, თუ გინდა თავზე დაიმაგრებ. აგერ თავის ისინიც აქვს, просто გუშინ იმდენი ვიჩალჩეთ, ვერ გავუგეთ რა ვიცი. ყველაფერი მოყვება საერთოდ. უბრალოდ აწყობა გაგვიჭირდა. ძალიან. აწყობა კი არა, ჩართვა და აპლიკაციის პოვნა და ვიდეოს გადაღება, ფოტოს გადაღება, თავიდან ვერც ფოტო და ვიდეო ვერ გადავიღებ, მაგრამ დამისარია ბიჭო. მე ნელ-ნელა ყველაფერს გავუგებ. ძალიან პატარა საყვარლობა. და სხვათა შორის კარგად იღებს, კაი ხარისხი აქვს ნამდვილად. ტელეფონში რო გადავიტანე, მშვენივრად იღებს, ძალიან просто აქ არ ჩანს ისე კარგად. ტელეფონში რო მე უკვე ნახავ ტელეფონში ვიდეოს, კაია რა უკვე. ეს ერთ წამი იმის ფოტოსთვის. ის გინდა თავარი. ძალიან კარგია მართლა. ისე მანახეთ საერთოდ როგორ ჩანს. ვიდეოა ეს. ფოტოზე გადავიყვანე ხა. Wi-Fi-ც აქვს თაჯით, Wi-Fi-ს დაკავშირებას. პაროლი და ლაივი. მოკლედ ძალიან კარგი რაღაცაა მართლა და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დასაფასებელია ჩემთვის, რომ ადამიანი რო რაღაცა შეგვპირდება და მართლაც რო ასრულებს თავის დანაპირებს. და როგორც ჩანს, აქედანაც ძალიან კარგად იღებს, სულ არ უშლის ხელს რა ეს რაღაცა თვითონ. კამერებს ხო უშლის მაგალითად ზოგი, მაგრამ ეს კარგად იღებს რა. ძალიან კარგია მართლა. მაგრამ მოუწევს, მე ძალიან მომეწონა მეგობრებო. ეს გამომადგება ძალიან. წყალში გამომადგება ძალიან, მაგრამ წყალშიც და რა იტალიაში ხო. კაი, რადგანაც ზაზუკას წამოწდა, მოდი ვიტყვი.
ჯანდაბას. არ ვიცოდი მე თუ მე იცოდნენ მეგონა თორე ხო არა უშავს სიო. თუ გინდა არ თქვა და დროა უკვე გაგიმხილოთ. ამოვჭერათ რა ვიცი. აქამდე არ ვაპირებდი თქმას, იმიტომ რომ რატომღაც რაღაცეებში ვერ ვიყავი დიდად გარკვეული და ბოლომდე ესე ვთქვათ დარწმუნებული რომ გამოვიდოდა ეს ამბავი, მაგრამ მივდივარ იტალიაში ამ საფხულს და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემი პირველი მოგზაურობა, პირველი ჩაჯდომა თვითმფრინავში. მართალია ესე იტალიის სხვადასხვა კუთხეებს ესე კარგად ვერ დავათვალიერებ, იმიტომ რომ მივდივარ დედიკოსთან და ჩემ ნათესავებთან. შენ ისეთი ხარ დაათვალიერებული. მაგრამ ყველაზე კარგი რაც არის, საკმაოდ ტურისტულ ადგილას მივდივარ. მოიცე გავიხსენო სახელი რა ქვია? ოსტუნი არის ძალიან ლამაზი, ძალიან ტურისტული ადგილია. ულამაზესი ეს ძველი ქალაქი, ესე ვთქვათ, იმაში, რა ქვია, კლდეებში, თეთრ ქალაქს უწოდებდი და ულამაზესი ქუჩები, ჩიხები, ყველა კუთხე კუნჭულში კაფეები, ლამაზი დეკორაციებით გაფორმებული. ასევე ვიქნები ზღვიდან 15 კილომეტრში თუ არ ვცდები. ზღვაზეც ვიქნები, მთელი 2 კვირა ალბათ ზღვაზე ვიქნები და ძალიან კარგ ვიდეოებს გადავიღებ. ძალიან კარგი იქნება. მაგრამ მარტო რო იქნები ეს იქნება ჩემი მარტო არ ვიქნები, არ ნერვიული. ეს რატო იქნები მარტო? ეს იქნება ჩემი პირველი მოგზაურობას ვუწოდებ, რატომაც არა. მიუხედავად იმისა, რომ ულამაზესია რომი, ულამაზესია კიდე რაღაცა ჩვენთან როგორც არის სვანეთი და ჩვენთან როგორც არის მთის ესენი რა ადგილები, სხვადასხვა რაჭა და ისინი, ეგრე არის იტალიაშიც და ძალიან ბევრი კუთხე კუნჭულია. მაგრამ ძალიან კარგი იქნება. მთელი 3 თვეა, 4 თვეა, რაც დედაჩემმა მითხრა, რომ ზაფხულში იტალიაში უნდა წაგიყვანო, იმის მერე ერთი სული მქონდა, რომ ეს ამბავი გამოსულიყო და უკვე ძალიან მალე მოვა ეგ პერიოდი, აგვისტოს ან დასაწყისში, ან თვის ბოლოს 2 კვირა ჩემი მენეჯერიც მიშვებს შვებულებაში, ოღონდ ეს შვებულება იქნება უფასო, ანუ ხელფასი არ ჩამერიცხება, იმიტომ რომ მაგ პერიოდში არ ვიმუშავებ, თუმცა არა უშავს ამ 2 კვირას გემრიელად შევირგებ, ნასიამოვნები, განტვირთული, დასვენებული, დადებითი ემოციებით, ესე ვთქვათ, ახსავსე ჩამოვალ საქართველოში და დავუბრუნდები ისევ ძველებურ ცხოვრებას. შენის კითხვა არ დაგავიწყდეს, ბაჭო? ხო. იმდენად მინდა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში, რომ აუცილებლად ესეთი რაღაცა გადავწყვიტე, რომ მთელი წლის განმავლობაში ვიმუშაო, ისედაც ხო ვმუშაობ და თვეში 100 ლარის გადადებაც რომ მოახერხო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ფულის გადადება, იმიტომ რომ 600 ლარს ბინაში ვიხდი და ცალკე ჭამასმა კი იცით რა ფასებია და კი იცით რამდენად გაძვირებულია ცხოვრება. ბაჩო, კი ძვირია ცხოვრება, ძვირი. მიუხედავად მაგისა, ვფიქრობ, რომ ერთხელ რომ გამოვცდი უცხო ქვეყანაში მოგზაურობას და რაღაცას, მერე ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდება, რომ კიდე გაგრძელდეს და ასევე ვიტყოდი იმას, რომ სხვადასხვა ტურები, სხვადასხვა ქვეყნებში არ არის ძვირი. 1 კვირა 5 დღე. მოდი აბა პისო, შენ. 1 კვირა 5 დღე რო წახვიდე ვთქვათ რომელიმე ქვეყანაში 1500-2000 ლარადაც იმოგზაურებ რა და დაათვალიერებ სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს. ის მეგობარი ჩემი და ბაჩოს მე არ მიყვარს კადები. ასე რომ ეს იყო ის, რასაც გიმალავდით და ჯერჯერობით მე ვთქვი, გამოვიდა. მე მზად ვარ უკვე პასპორტი მაქვს, პირადობა მაქვს, დაბადების მოწმობა მაქვს, ყველაფერი მაქვს მოკლედ. ერთადერთი ჭირდება ტურისტულ კომპანიაში მისვლა, ბილეთის შეძენა, დაზღვევა და ტურისტულად წასვლა, იმიტომ რომ არც დედაჩემს და არც ჩემს ნათესავებს იტალიაში არ აქვთ საბუთები მოწვევით რომ წაგვიყვანო. არ ვიცი.
საბუთიანი არავინ არ გვყავს, თორე მოწვევით ბევრად უფრო ბიუჯეტურია, იმიტომ რომ იქ არ გეხარჯება რავი. არც დაზღვევის ფული, არც სასტუმროს ჯავშნის ფული, თუმცა არა უშავს. იმიტომ რომ დედაჩემი და მამაჩემი რო წავიდნენ, ორმაგი დაუჯდათ ბილეთის გარდა დაზღვევა და ისინი ორმაგი დაუჯდათ რა. მაგრამ არა უშავს. რა ვიცი, რო ვიყიდი ბილეთს და უკვე 100%-ით დარწმუნებული რო ვიქნები, რომ მივდივარ, მერე უფრო შვიდად ვიქნები რა. რადგანაც თქვით. ხო, გარდა ამისა, არ ვიცი ამ ზაფხულში რამდენად გავიწელო. დღეს დამიკავშირდნენ ჩემი უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ესე იგი ქობულეთში ტარდება სპორტული შეჯიბრება ქვიშის ფრენბურთის და ერთი კვირა ივლისის პერიოდში რადგანაც აქტიური სტუდენტი ხართო და რადგანაც ესწრებით ლექციებსო და რაღაცა ჩაგწერეთო რა არც უკითხავთ რეალურად იმდენად ცოტა სტუდენტი ვართ ესე აქტიური ვინც დადის ლექციებზე და ისა პირდაპირ ჩამწერეს ყველაფერს აფინანსებს სპორტის უნივერსიტეტი თუ არ ვცდები ქობულეთში იქ სასტუმრო იქნება თუ სახლი იქნება თუ რაც იქნება იქ განთავსებას ერთი კვირის განმავლობაში კვებას ყველაფერს აფინანსებს უნივერსიტეტი ძალიან კარგია მაგ გამოცდილების მიღებაც მინდა მაგრამ რატომღაც არ ამგონია ხა სამსახურია ხო არ მინდა ამ სამსახურის დაკარგვა და თან ძალიან კაი სამსახურია ამას ბევრ ადგილას ვერ გავიწელები რადგანაც აგვისტოში 2 კვირით მიშვებენ მაგ ამბავს დავჯერდები სხვა ჩემი კლასელებიც აპირებენ სვანეთში წასვლას ასევე ძალიან ლამაზ ადგილას მაგრამ რავი რა მან წასვლაზეც უარი უნდა ვთქვა და ქობულეთში წასვლაზეც იმიტომ რომ მეტია უკვე ასე რომ რატომღაც მგონია რომ წელს ყველაზე მეტად განსაკუთრებული ზაფხული მელოდება და ძალიან საინტერესო ასე რომ რა ვიცი ვინც ახლები ხართ გამოიწერეთ არხი ყველამ ადევნეთ თვალი და ნელ-ნელა ვეცდები ყველანაირად რომ ჩემი არხი განვავითარო